დიდი გაურკვევლობა და დაპირისპირება ოპოზიციაში. რადიკალები მიზნებში ვერ ერკვევიან, ისე უცხოელი პატრონების დირექტივებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მოჩვენებითი ერთობა დროებითი აღმოჩნდა. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს კოლეგა ოპოზიციონერებისაგან, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სურთ. თემაზე საუბარს ანა ბერძენიშვილი განაგრძობს. დირექტივების მოლოდინში ოპოზიციას საბოლოო პასუხი არ აქვს კითხვაზე, რას აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ 26 ოქტომბრის არჩევნებზე წარმოებდა კამპანია, რომ ყველა ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ, დამარცხების შემდეგ სტრატეგიად შეიცვალა 4 პარტიიდან 2-ს. გახარიას ლელოსა და გახარიას პარტიას მკაფიო პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით იმაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება და პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში და ამ არჩევნებთან ერთად არ ინიშნება დროებითი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ამ არჩევნებში შესვლას არ იქნება აზრი. იმედი მაქვს არ მოინახება არც ერთი ოპოზიციური პარტია და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5% ბარიერ გადალახული არა, რომელიც რომელიმე საფუძვლით თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება. ოპოზიცია უცხოელი პატრონების დავალებას ელოდება, ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება. მიუხედავად იმისა, თუ რა დავალებას მიიღებენ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრები, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ამორჩილებისთვის საკუთარი თავის შეთავაზება ეს ახასიათებს ჩვენ ოპოზიციას და ჩვეულებრივ ამათ იქცა, რომ ფიცის დადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, პოლიტიკურ მიზნებს, დადგებიან ცალფეხზე, მოიჭრიან ყურს, მოიხდიან ქედს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ალიცვლება, რაც კონსტანტაა, ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის, ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული აი ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ფორმატში. სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელ მოცემულობაში ის პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. თუმცა აქ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ეს პარტიები არ არიან დამოუკიდებელნი თავიანთ გადაწყვეტილებებში და მე არ გამოურიცხავ, რომ არჩევნების წინ მათ ეს პოზიცია შეცვალონ იმის მიხედვით, თუ რა დაკვეთა ექნებათ გარედან მათი პატრონების მხრიდან. ისინი არიან აგენტები და შესაბამისად მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან და ინსტრუქციებს გამოუშვებენ. თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ ეხლა არც მათ თავმოყარეობას გაითვალისწინებენ Deep State-ის წარმომადგენლები, არც მათ ჭყალებში პრინციპულობას გაითვალისწინებენ, არც იმას გაითვალისწინებენ, ვინ ეზიზღება და ვინ ყავს ნალანძღი და როგორ ინსტრუქციასაც გამოუშვებენ და როგორ დააჯგუფებენ, აი ზუსტად ეგრე მოუწევთ მოქმედება. პარლამენტში შესვლა არ შესვლა, მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა, ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მათ არ აქვს საკუთარი ნება და საკუთარი სურვილი. ისინი არიან დაგეშილები ქართველი ხალხის მიმართ. რასაც ჩააგონებენ, რასაც ჩასძახებენ თავიანთი პატრონები იმას გააკეთებენ. ეხლა მათი ან დაშლა, ან გაერთიანება ეს არის აბსოლუტურად რაღაცა ხელოვნური პროცესი, იმიტომ რომ ესენი ისედაც დაშლილები არიან და ესენი დაშალა ქართველმა ხალხმა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო, იმიტომ რომ ვეღარასოდეს ეს ადამიანები ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ხელისუფლებაში. არჩევნებში მრავალჯერ დამარცხებული ოპოზიცია გაუგებრობაშია. მითითებები კი იგვიანებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ აგენტურა გადაწყვეტილებას უცხოეთიდან მოსული მითითებების შემდეგ მიიღებს. მადლობა, ქრონიკის ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა.